ამ ადგილასებისთვის ყველას გვახსოვს, რომ მოხდა სტიქიური უბედურება, შესაბამისად ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყეთ ამ ტერიტორიის გასუფთავება, რომლის ვერაც ვივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობისთვის კარგი პროექტი გავგვეკეთებინა ესეთი სკვერის სახით, რომელიც ჩვენს პატარებს დარჩებათ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც ისინი ითამაშებენ, გაერთობიან, ივარჯიშებენ. ამიტომაც ნამდვილად კარგი რამ გაკეთდა რაიონული გამგეობის მეშვეობით, რომელიც აქტიურად იყო ამ პროცესებში ჩართული და ეს არ იქნება ერთადერთი პროექტი, რომელსაც ჩვენ ამ ხეობაში გავაკეთეთ. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდეს ტერიტორია, მზივრის ტერიტორიაზე ვიმუშავებთ. წელს ჩვენ აქტიურად იმისათვის, რომ ამ ტერიტორიაზე შესაბამისად უფრო მეტი გამწვანება იყოს და როგორც რეკრეაციული სივრცე, ისე გავითარდეს ეს მიმდებარე ტერიტორია. სანამ აღნიშნული სკვერი მოეწყებოდა, აქ ტონობით შლამი გავიდა ამ ტერიტორიიდან, გახსოვთ ალბათ რომ ხლა სალახები იყო, მანქანები იყო გაჭედილი ამ ტერიტორიაზე. აქ მოეწყო როგორც სანიაღური არხი, ისე საწედემილები. ასევე ჩვენს მიერ განხორციელდა 300,000 ლარის წყლების იყო საერთო ჯამში. აქ 3 სკვერი და 2 სკვერი კოსტავოს 303 ნომერში, რომელიც დასრულებულია. ერთადერთი რაც ამ ადგილზე დარჩენილი გვაქვს ხარ სტადიონი, რომელიც საყდენი კედლის მოწყობის შემდგომ აღდგება და აღნიშნული ტერიტორია სულად იქნება ექსპლუატაციაში შესული. საყდენი კედლის სამუშენების მერე გაკეთდება სტადიონი, ყველაფერს კეთილ მოეწყობა და ძალიან დიდი სამუშაო გასწია ნამდვილად შემიძლია თქვა ქალაქის ამ რაიონის გამგეობამ და ქალაქის მერიამ. სერიოზული სამუშაოები ჩაატარეს. აქვე კეთდება ასევე გზა, რომელიც აერთებს აი ამ ახალ გზას ჩიქოვანის ქუჩასთან და იქაც საფუძვლიანობა პროექტი უკვე დასრულებულია და რაღაც გარდამავალი პერიოდის შემდეგ იქაც დაიწყება სერიოზული მუშაობა. ძალიან დიდი დრო და ძალიან დიდი ენერგია და რესურსი წაიღო ამ პროცესმა. მადლობა ღმერთს, რომ აი დასასრულამდე მივდივართ. ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ეტაპზე მიღწეული შედეგებით და ასევე იმ შეთანხმებებით, რომლებიც ქალაქის მთავრობასთან გვაქვს მიღწეული. ველოდებით იმას, რომ ამ ჩვენს ამხანაგობას, აი ამ მიმდებარე ტერიტორიას ეს დაუბრუნდება ის სიმწვანე, გაიზრდება ის ხეები და შევძლებთ ტკბობას ამ ჩვენი საცხოვრებელი ადგილით, ისე როგორც მაშინ იყო, როდესაც გადმოვედით.